მეორე მადონახარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია დეას ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. დავიბადე ზუგდიდში, ჩვეულებრივ დავამთავრე მესამე საჯარო სკოლა, შემდეგ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მუშაობა დავიწყე საჯარო სკოლაში ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებლად. ჩემი მდგომარეობა გარკვეული პერიოდის შემდგომ შეიცვალა სამწუხაროდ ვირუსული გრიპის შედეგად პოლიართრიტი განვითარდა, რომელიც პროგრესირებადი გახდა და უკვე 33 წლის ასაკში მქონდა ფიზიკური შეზღუდვა. როცა შენ მიჩვეული ხარ დამოუკიდებლობას, თავისუფალ ცხოვრებას და ასე შემდეგ და უცებ უკვე გრძნობ, რომ კარგავ ამას დამოუკიდებლობას, ლაპარაკი ამ შემთხვევაში ფიზიკურად, ეს არის უდიდესი დარტყმა, მათ შორის ფსიქოლოგიური და ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან ადვილად გადავიტანე. იყო საკმაოდ რთული პერიოდი, რომელიც შემისუბუქა ჩემმა ოჯახმა, ნათესავებმა და მეგობრებმა. საბედნიეროდ იმ პერიოდში შემოვიდა ზუგდიდში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამი და ოქსფამმა დაიწყო მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. კერძოდ ქალბატონებთან, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა. და შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. და საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე და მათ შორის მე არ ვიცოდი მაშინ რა ერქვა, რომ აუცილებელია შენ დამოუკიდებელი გახდე და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვას და შენ თვითონ უნდა იბრძოლო შენი უფლებებისთვის. თურმე ამას ერქვა სოციალური მოდელი. ჩვენთან თვლიდნენ და სამწუხაროდ დღესაც ასეა, თუ ხარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შენ უპირველესად ხარ პაციენტი, ანუ სამედიცინო მიდგომას ეძახიან ამას, ან კიდევ ქველმოქმედების ობიექტი. ღმერთმა ისე აცხოვროს ყველა, რომ არ იყოს საჭირო, მაგრამ არ ამგონია, რომ არ იყოს ყოველ შემთხვევაში პრევენციის მიზნით, მაინც მიმართავ ხო ექიმს, მაგრამ შენ შიშიმო პირი რო ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივი პაციენტი ხარ, ან არ ნიშნავს, რომ ქველმოქმედების საგანი უნდა იყო. თავისუფლად გადაადგილების არ შეიძლება, არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება დამხმარე საშუალება გამოიყენო. თუ გარემო მორგებული იქნება იმ შენს დამხმარე საშუალებებს, ანუ მე კი არ უნდა მოვერგო ნორმალურად, რომ ვთქვათ, გარემოს, არამედ გარემო თუ მომერგო მე, გაგვიადვილდება შესაბამისად ცხოვრება და შენ შეგიძლია შესაძლებლობის მაქსიმუმი, შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთო, განავითარო და ასე შემდეგ. და ეს არ ნიშნავს დამოუკიდებელი ცხოვრება, რომ მე დახმარების გარეშე ყველაფერი შემიძლია შევწყო. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს დახმარების გარეშე ცხოვრებას, ხო? სოციუმის ნაწილი ვარ თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ ამაში ვგულისხმობ შემდეგს, რომ კონდეს უპირველესად არჩევანის უფლება და გავაკეთო ის, რასაც გავაკეთებდი იმ შემთხვევაში, როცა მე არ მექნებოდა შეზღუდვა, ამ შემთხვევაში ფიზიკური შეზღუდვა. შემდეგ ამ საინიციატივო ჯგუფიდან ჩვენ მიგვიყვანა ოქსომმა და განსაკუთრებით ქალბატონმა ჯეკმა, რომ უნდა შექმნილიყო საინიციატივო ჯგუფისგან უნდა დაფუძნებულიყო არასამთავრობო ორგანიზაცია. აფხაზეთის კონფლიქტის გამო იცით, რომ ძალიან ბევრი დევნილი იყო ზუგდიდში იმ პერიოდში და შესაბამისად ბევრი ორგანიზაცია მუშაობდა პირველ ეტაპზე ძირითადად საქველმოქმედო მისია იყო, მაგრამ შემდეგ უკვე განვითარების პროექტებზე დაიწყეს ფიქრი. ჩვენ ამ პერიოდში უკვე 98-ში შევქმნით, დავაფუძნეთ ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ვიყავით
შიშიმ ქალები და შიშიმ ბავშვის დედები როგორც ადგილობრივი, ასე დევნილები და ხშირად ხუმრობით ვამბობ, რომ პირველი ინტეგრაცია დევნილებსა და ადგილობრივებს შორის მგონი ჩვენ დავიწყეთ მეთქი. პირველი პროექტი, ეს იყო საცდელი პროექტი, ახლაც მახსოვს 27 წლის წინ მოხდა, მაგრამ ზეპირად ვიცი პრინციპში ეს პროექტი ქალები უფლებებისთვის, ასე დავარქვით. ეგ იყო პირველი რაც იყო, ეს წარმოიდგინეთ ფურცლიდან დავიწყეთ. ფურცელიც არ ქონდა პრინციპში, სხვა სთხოვეთ დაბახის ფურცელი. 98-ია გესმით როგორი პერიოდია და დაგვიქირავა რა თქმა უნდა ადმინისტრაციული ხარჯები გაიღო. პირველი რაც იყო ძირითადი საქმიანობა, ეს იყო იურიდიული სამსახური. იმავე პროექტის ფარგლებში ჩვენ დავგეგმეთ პანდუსების გაკეთება, ეს ახალი სიტყვა იყო, ვიმუშავეთ არქიტექტორებთან და დავიწყეთ ესე შეხვედრები, თუ რა არის ეს პანდუსი, რატოა აუცილებელი ბავშვებისთვის, გავაკეთეთ მერე პანდუსები ამავე სკოლებში, კლინიკაში, თეატრშიც გავაკეთეთ პანდუსი, კინოთეატრი გქონდა მაშინ. სამწუხაროდ დღეს არ აგვაქვს. თუ შენ თვითონ იქნები ვიღაცაზე, მხოლოდ ვიღაცაზე დამოკიდებული და შენ თვითონ არ დაიცავი შენი უფლება, შენ თუ არ წამოაყენე ის პრობლემები, მაშინ შენ ყოველთვის იქნები უმწეო, ყოველთვის სხვაზე იქნები დამოკიდებული და სხვამ არასოდეს არ იცის ის საჭიროება, ისე კონკრეტულად, რაც არ უნდა კაი მთავრობა იყოს. ვერც ერთი მთავრობა ისე ღმად ვერ ჩაიხედავს ცალკეული ჯგუფების ინტერესებში, როგორც თითოეული ჯგუფი. მართალი გითხრათ, მაღიზიანებს აპოლიტიკური ვარ. აპოლიტიკური სხვაა და პარტიის წარმომადგენლობა კიდევ სხვა არის. პოლიტიკა მთელი ცხოვრება. პოლიტიკა შენ გეგმა, ხო? პოლიტიკის დოკუმენტებს შევიმუშავებდით ჩვენ, როდესაც მონიტორინგის შედეგებს ვაქვეყნებდით. თუ გნებავთ ინკლუზიური განათლების ნებისმიერი მიმართულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის დროს, მაგრამ ჩვენ არც ერთი პარტიული არ ყოფილვართ და არც ერთი პარტიის ამ შემთხვევაში წევრი არ ყოფილვარ. ჩვენ ერთნაირად ვიწვევდით შეხვედრებზე, როგორც ნებისმიერ პარტიას, სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლებს, ახლა გამოვიცვალეთ, ახლა წარმოიდგინეთ 27 წლის განმავლობაში, ხო, რამდენი პარტია იყო და როგორი იყო. ეს ნამდვილად არ გვეხებოდა ჩვენ. ჩვენ უფლებებზე წინ ყოველთვის იყო არაშშმ პირების უფლებები. ახლა შშმ პირთა უფლებებზე ძირითადად საუბარი დაიწყო მე-20 საუკუნეში და განსაკუთრებით 60-იან წლებში. იქამდე ეს ჯგუფი უგულებელ ყვეს ყველანაირად და იცით, რომ ძირითადად იყვნენ პანსიონატებში სპეციალური ან იმაში გამოკეტილი ოჯახებში და ოჯახების დიდი ნაწილი ორს ამბობდა მათ არა მხოლოდ საზოგადოებაში, აი მიკრო საზოგადოებაში, აი სამეზობლოში გაყვანაზეც კი. აი აქედან დაიწყო ყველაფერი და ესე მარტივი არ არის, რომ შეცვალო თვითონ ამ საზოგადოებას და თვითონ შშმ პირების შეცვლა კიდევ უფრო რთულია. ეგრე მარტივი არ არის. ამიტომზე ჩვენ შევაჩერეთ მუშაობა, ის რომ ადამიანი ჯერ შენ ისწავლო და მე ადამიანს გააცნო თავისი უფლებები, ის რომ გააკეთო მონიტორინგი და შესაბამისად ჩაატარო კვლევები, ამაში რა სად ჩანს აგენტურის მუშაობა. არის ბევრი ისეთი სოციალური სერვისი, რასაც ვერ მიწდება და ვერ გაწდება ქვეყანა. და ეს არ არის მარტო ჩვენს ქვეყანაში. ყველა ქვეყანაშია ეს. ყველა სერვისი და განსაკუთრებით ინდივიდზე მორგებულს სახელმწიფო ვერ გაწდება, ვერ მიაწვდის და სწორედ ამიტომ არის არასამთავრობო ორგანიზაციები. და სწორედ ეს არის ის ძირითადი სარგებელი, რაც უნდა ნახოს საზოგადოებამ და თავისთავად ცხადია ქვეყანა მთლიანობაში.